ეს არის საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა, მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია. როინ კვასხვაძე, ჯაბალი პარტია, ვლადიმერ დვალიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი. ისინი დღეს რევანშისთვის ითამაშებენ, მსგავსი ჩაწოდება და ლორიამ ითამაშა კარგად, სახიფათო მომენტი, პირველი სახიფათო მომენტი პირველ სავაჭროზე საქართველოს ნაკრების კართან. სირაძე ბურთით. ხიზანიშვილი, კლავს სირაძე. ჩაწოდება საჯარიმო მოედანში, დარტყმა და 1-0 საქართველოს ნაკრებმა გახსნა ანგარიში და ბურთი გაიტანა ჯაბა კანკავამ. 1-0 ჩვენი ნაკრები დაწინაურდა. ეს სრული ტრიუმფია. ეს იყო ყველაზე მოულოდნელი განვითარება ახლა შეხვედრის მიმდინარეობის. სრულიად მოულოდნელი გოლი გავიდა სირაძე. აწვიდა საჯარიმოში კომბინაცია. და წინვალე გოლი გაიტანა ჯაბა კანკავამ თავით. 1-0 საქართველოს ნაკრები იგებს. აი ახლა ყველაფერი იქნება სხვანაირად. საქართველოს ნაკრებს აქვს შესანიშნავი შანსი დღევანდელ შეხვედრაში. გრძნობ რომ საქართველოს ნაკრებმა ეს თამაშიც განსხვავებული სტილით ითამაშა. დარტყმა ლორია ყოჩა. წინვალეთ ითამაშა ლორიამ, მოიგერია 20 მეტრიდან მოდრიჩის უძლიერესი დარტყმა. საქართველოს ნაკრების კარი მეტი ყურადღებით უნდა ითამაშონ მცველებმა. თუმცა ლორია იყო ნამდვილად ამ საოცარი რეაქცია გამოავლინა. კვლავ მოდრიჩი გრძელდება ხორვატების შეტევა, მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდება, გამოიტანეს ქართველმა ფეხბურთელებმა. ბურთი კვლავ მოდრიჩი დარტყმა. არეულობა ჩვენ საჯარიმოში. უნდა მოახერხონ ქართველმა ფეხბურთელებმა როგორმე ბურთის გამოტანა, ჯარიმა. ჩვენი ქვეჯგუფის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. საბერძნეთის ნაკრები, რომელიც ჯგუფის ლიდერია, შეხვდება მალტას. მას კანკავა ეთამაშებოდა, ფეხბურთელი რომელსაც დღეს გოლი გაიტანა. ჩვენს მოედანზე ხდება მოქმედება, დარტყმა და წინვალეთ ითამაშა მეკარე. და დასრულდა პირველი ნახევარი 0-1 საქართველოს ნაკრები იგებს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობას გაგაცნობთ გიორგი ლორია მეკარე, შემდეგ ლაშა სალუქვაძე, აკაკი ხუბუტია, კახე კალაძე, გუნდის კაპიტანი გია გრიგალავა, ხორვატია. აი აქ კადრში ჩანს. როცხრილში. დიახ. თუკი გავიმარჯვებთ დღევანდელ შეხვედრაში 2 ქულით გადაუსწრებთ ისრაელს. უტევენ ხორვატები, დარტყმა ძელს მოხდა ბურთი, სასწაულებრივად გადარჩა საქართველოს ნაკრების კარი. აი კიდევ ერთხელ გვაჩვენეს გამეორებით ედუარდომ საოცარი მომენტი. და უკვე მღელვარე ქეცბაია. შემდეგ მარჯვენა ფლანგზე დარიოს რნაკვლავ, კიდევ ერთი ჩაწოდება. და ყოჩა ლორია. წინვალეთ ითამაშა საქართველოს ნაკრების მეკარემ ზედიზედ ორჯერ. წინვალეთ ითამაშა. ტრავმა მიიღო, იმედია სერიოზული არაფერია. ორჯერ ზედიზედ დარტყმული და ახლოვებით 2-3 მეტრიდან ლორიამ წინვალეთ აიღო. ჯარიმა ახლობით 26-27 მეტრი, დარტყმა პირდაპირ კარში, კიდევ ერთხელ მოხდა ბურთი კარის ძელს. გაგვიმართლა აშკარად, წინვალეთ დაარტყა დარიოსნამ ბურთი პირდაპირ ცხრიანში. საჯარიმოს მისადგომებთან მცველები დარტყმა, ლორია წინვალეთ თამაშობს. თავარი საზრუნავი ახლა არის ანგარიშის შენარჩუნება. შედიან ხორვატები საჯარიმო მოედანში და გაგვიტანეს. 1-1. მარცხენა ფლანგიდან შეუტიეს ხორვატებმა, გაითამაშეს კომბინაცია, ძალიან კარგად შევიდნენ საჯარიმო მოედანში, შემდეგ გამჭოლი გადაცემა მეკარის მოედანზე. ჩაწოდება საჯარიმო მოედანში, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უტევენ. რაღაც დარტყმის მაგვარი იყო, მაგრამ აი ახლა ხორვატები უკვე გაორმაგებული ენერგიით უტევენ. ედუარდო ძალიან სწრაფად შეიჭრა საქართველოს ნაკრების საჯარიმოში და მეორე ბურთი გაგვიტანეს. ეს უკვე შოკია. გოლი გაიტანა ნიკოლა კალინიჩმა. აი 2 წუთიან მონაკვეთში მივიღეთ 2 ბურთი საკუთარ კარში. თელი სტადიონი. აშკარად გაუმართლა შეცვლებმა ხორვატიის ნაკრების ავარ მწვრთნელს. ეს არის აშკარად დაბნეულობა საქართველოს ნაკრების, სხვა არაფერი, აი როგორ გაეპარათ მცველებს. 3 მცველს გაეპარა ერთი თავდამსხმელი და აქ შეუძლებელი იყო ამ ბურთის აღება. ახლობით 6 მეტრიდან.
დაცვის აშკარა შეცდომა ორივე გოლი. უნდა იბრძოლონ ქართველმა ფეხბურთელებმა ბურთისთვის, უნდა იბრძოლონ მოდრიჩი დარტყმა და გადავრჩით. წუთების განმავლობაში სადავეები, რაც აშკარა იყო და თვალშისაც. დარიო სრნა, გუნდის კაპიტანი, საჯმა და ალბათ დაამთავრებს კიდეც. დაამთავრა 2-1. წავაგეთ დღევანდელი შეხვედრა სამწუხაროდ არ გაუმართლა საქართველოს ნაკრებს. გაუმართლა ხორვატიის ნაკრებს, რომელმაც შეიძლება ითქვას ელენე სრულიად დამსახურებულად მოიგო ეს შეხვედრა თამაშის ცვლილობის მიხედვით თუ იმჟელებთ. ითქვას რომ ღირსეულად ითამაშა ბილიცი, ქეცბაია ულოცავს ბილიც.